გამარჯობა მეგობრებო. ამ ვიდეოთი გეპატიჟებით ძალიან საინტერესო ტესტზე და ძალიან საინტერესო შეხვედრაზე, ჩემი პიროვნება 4 ფერში და 4 ცხოველში. და როგორ მივედი აი ამ იდეამდე, რომ ასეთი ვერკშოპი გამეკეთებინა, მინდა რომ მოგიყვეთ. ჩემ აბონენტებმა იცით, რომ მე ადრე ნათქვამი მაქვს ხშირად, რომ ჯგუფებთან მუშაობდი და ძალიან ინტენსიურად, ყოველდღიურად. შემდეგ კი, მას შემდეგ, რაც ჩემი კაბინეტი მაქვს და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფსიქოთერაპიის ჩატარების უფლება მოვიპოვე, ჯგუფებთან მუშაობა გახდა ჩემთვის ძალიან დიდი იშვიათობა. და ხანდახან ეს პროცესი მომნატრებია კიდეც და აი მოხდა ისე, რომ ბოლო თვეებში შემომთავაზეს ჯგუფთან, ერთ ჯგუფთან მუშაობა და იმ ჯგუფთან სამუშაოდ, რასაკვირველია, შევეცადე მეთოდები, ჩემი მეთოდების სკივრიდან ის მეთოდები შემერჩია, რომლებიც აი უცხო ჯგუფთან სამუშაოდ გამოდგება, თანაც როცა ადამიანებს არ იცნობ, მათი შესაძლებლობები არ იცი, არიცი მათი კოგნიტიური შესაძლებლობები, მათი ისტორიები და გამახსენდა მეთოდი, რომელსაც მე ადრე ხშირად ვიყენებდი. შემდეგ კი გვერდზე გადავდე, რადგან არქეტიპების მეთოდით უფრო ღრმა და უფრო ინტენსიური მეთოდი მქონდა. ეს მეთოდი არის პიროვნული თვისებების დახასიათება 4 ფერის მიხედვით. მოკლედ ვიტყვი, რომ ამ მეთოდის ფესვები არის ანტიკურ ხანაში არისტოტელესთან, შემდეგ გალენოსთან ვითარდება, შემდეგ იუნგთან, კარლ გუსტავ იუნგთან და შემდეგ კი ცნობილ, ასევე ძალიან დისკი ცნობილი პიროვნული განვითარების ტესტის ავტორთან, ბოლოს კი ცხოველების დამატება ტობიას ბეკთან, მოკლედ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს აი ამ მოდელზე ნამუშევარი და მის შექმნაში წვლილი მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი და ძალიან მარტივი. ხოლო როგორც ვაკეთებ, ეს კი ჩემი საკუთარია, აი როგორც მაშინ ჯგუფთან მუშაობის მეთოდი მოვიფიქრე, როგორ ვაკეთებ ტესტს, ისე რომ ჩვენ მუშაობთ და გვაქვს მხოლოდ საძირკალამი და 4 ფერი, ეს არის ჩემი საკუთრება და აი ამას გთავაზობთ მას შემდეგ, რაც მე კიდევ ერთხელ, აი ამდენი წლების შემდეგ დავადგინე, რომ არის ძალიან სახალისო და ძალიან ეფექტური მეთოდი. აი საათნახევარში ეს მეთოდი თუ ბევრ ადამიანს მისცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ნათლად დაინახოს თავისი პიროვნული მხარეები, თავისი სიძლიერეები, თავისი ასევე სისუსტეები. ასევე ის თუ რა ეხმარება და რა უშლის ხელს საკუთარი მიზნის მისაღწევად. და რა უნდა გააკეთოს, რა უნდა შეიცვალოს, რომ ის მისი გულისმიერი მიზანი მიღწეულ იქნას. რასაკვირველია, ნამდვილად აი ძალიან ეფექტური მეთოდი არის და თანაც ეს ბოლო ელემენტი ცხოველების დამატებით, ფერები და ცხოველები, ეს 4 ცხოველი, იცით, ძალიან სახალისო მომეჩვენა, იმიტომ რომ მყავდა ჯგუფი, რომლებშიც ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები იჯდნენ და წარმოიდგინეთ, ისე გავხალისდით, ისეთი საინტერესო შედეგები დაიდო და თანაც ეს მეთოდი საშუალებას გაძლევს, რომ შენი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან აი ამ მეთოდის საშუალებით უფრო სხვა ჭრილში დაინახო. ნახო, რატომ ჰარმონირებ ზოგიერთ ადამიანთან და ზოგთან კი ვერ. ეს ვისთანაც ვერ ჰარმონირებ, შეიძლება შენი ოჯახის წევრებიც კი იყვნენ. და რატომ რა უშლის ხელს და ასევე ვინც ადამიანებთან მუშაობს, ვისაც განსაკუთრებით მათ, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს და ხელმძღვანელობს ადამიანებს, მათთვის ეს მეთოდი არის ნამდვილად აუცილებლობა, რადგან აი ამ მეთოდებით ავარჯიშებენ მენეჯმენტში ადამიანებს თუ როგორ გაუძღვნენ საკუთარ გუნდს.
ჩვენ კი ჩვენ შეხვედრაზე გვინდა რომ ჩვენ საკუთარ შინაგან გუნდს მივცეთ საშუალება რომ საუკეთესო პერსპექტივა გვაჩვენოს. მოდით ახლა მე დაწვრილებით აღწერ როგორ გავაკეთ, როგორ ვაპირებ აი ამ ვერკშოპის ჩატარებას და შემდეგ კი სურველებს ვისაც გენდომებათ, ვისაც გექნებათ დრო და ასევე საშუალება ფოკუსირებულად იმუშაოთ საათნახევრის განმავლობაში გეპატეჟებით სულით და გულით. მე ვერკშოპი ჩატარდება 29, ესე იგი დრო მითითებული არის, რომ არ ამერიოს, მოდით ასე ვთქვათ, დასაწყისში მოკლე შესავალი იქნება, რადგან მინდა რომ დრო ეფექტურად გამოვიყენოთ. ბოლოს ფიქრობ, რომ 15-დან 30 წუთამდე მე დავრჩები კითხვებისათვის, ასე რომ ჩატარდება ეს ვერკშოპი ტიპიური გერმანული სტრუქტურით. მოკლე შესავალი, არავითარი გრძელი ისტორიები და მოყოლები და მაშინვე ტესტი, ისე რომ გეპატეჟებით მათ, ვინც შეძლებთ დროულად შემოერთებას. ჩვენ ტესტის შედეგებს წინასწარ მომზადებულ ცხრილში თუ ტაბელას ვეძახით ხო, აი გადავიტანთ და ეს არის ფაქტიურად კითხვებზე პასუხი, კითხვები გამოჩნდება, თქვენ მათ უპასუხებთ, უпростоრად მოხდება მათი სკალირება, შეფასება 0-დან 5-მდე და ბოლოს გვაქვს რიცხვები. და აი ამ რიცხვების ისე თქვა გარდაქმნა თუ ისეთი მოდელირება ხდება, რომ ჩვენ ბოლოს გვაქვს შედეგის ვიზუალიზაცია, ისე რომ ნათლად ვხედავთ, აი რომელი ფერი დომინირებს, ან რომელი ფერები დომინირებენ და რას ამბობს ეს ფერების გამის თანაფარდობა ჩვენზე. აი როცა ყველა აი ამ შედეგს დადებს და მე რასაკვირველია თითოეულ მონაწილეს ვერ დავეხმარები, უნდა მომყვნენ ფოკუსირებულად, მაგრამ ნელი ტემპით წავალ ისე რომ ყველამ შეძლოს აი ამ ჩემი მოყოლა, შემდეგ უკვე მოხდება აი ამ მეთოდის ახსნა, გაშლა და უკვე საკუთარი ანალიზის ჩატარება და აქ შესაძლებელია რომ თუ ვინმეს ენდომება, როგორც მაგალითად მისი ეს ფერების კომბინაცია გავაანალიზოთ. აუცილებლად გავაკეთებთ აი ამ დროის განმავლობაში ურთიერთობებზე აქცენტს და აუცილებლად გვინდა რომ ჩვენ ბოლოს გქონდეს სასურველი სურათი. აი რა ფერების კომბინაციაც მაქვს, თქვათ უკვე დავხაზე და მინდა კი რიგი ცვლილებები, რათა ჩემს გულისმიერ მიზანს მივაღწიო. ეს მიზანი შეიძლება იყოს ბიზნესი, შეიძლება იყოს შინაგანი სიმშვიდის მოპოვება, საკუთარი თავის დაბალანსება, ურთიერთობების უკეთმოგვარება, ან თუნდაც უარის თქმის უნარის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. და აი აქ ჩვენ თითოეულ ჩემი, ასე ვთქვათ, ჩემი ხელმძღვანელობით გააკეთებთ სასურველ ფერების კომბინაციას. ესე იგი ეხლანდელი და სამომავლო, რომელიც ჩვენ გვინდა. და ბოლოს კითხვებისათვისაც მექნება დრო და რასაკვირველია, აი ეს რომ მოვასწრო პუნქტუალურად, რაც მე ძალიან განზრახული მაქვს, რადგან აქ მიჩვეული ვარ, რომ ყველაფერი პუნქტუალურად მთავრდება და აბსოლუტურად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საათნახევრიანი ვერკშოპი გაგრძელდეს ორჯერ მეტი დრო, აი მინდა რომ ყველაფერს წავუძღვე, როგორც მე წარმომიდგენია და ძალიან მიხარია ყველა მათთან შეხვედრა, ვისაც სურვილი აქვს, რომ დააკვირდეს საკუთარ თავს, დააკვირდეს საკუთარ ურთიერთობებს, დაინახოს კიდევ უფრო ნათლად დაინახოს საკუთარი პოტენციალი და ვინც შინაგან ბავშვზე მუშაობს, ანუ მუშავია, რომ მან კიდევ შედარება მოახდინოს, რადგან აი ამ ფერების კომბინაციით ჩვენ შინაგან დასრულზე
ვიღებთ ინფორმაციას და შინაგანი ბავშვის და შინაგანის დასრულის აი ამ თვისებების შედარება ძალიან საინტერესო ანალიზს მოგცემს. აი ეს არის ჩემი გეგმა და ბოლოს კი გეტყვით, რომ შესაძლებელია ჩვენ აღმოვაჩინოთ, რომ რაღაცა ნაწილი ჩვენი ადრეულ ბავშვობაში დაითრგუნა. და როგორ შეიძლება ეს მოხდეს? აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი იბადება ოჯახში, სადაც მშობლებს აქვთ ბიზნესი, ან ძალიან მიზანსწრაფულები არიან, ცდილობენ, მუშაობენ, ძალიან აქტიურები არიან, ასე ვთქვათ, ხასიათითაც ექსტროვერტირებულები არიან. მე შეგნებულად ფერს არ დავასახელებ, რადგან ამას გავაკეთებთ ვერქშოპში. ზოგადად ვილაპარაკებ. და წარმოვიდგინოთ, რომ ყოველთვის როგორც ეს ხდება ცხოვრებაში, წინაღობები ხდება და ისინი ძალიან გაწმილებულები არიან ამ წინაღობებით, ხდება ხმამაღალი კამათი, გაწმილების გამოხატვა ასევე ინტენსიურად და ამ ოჯახში ისდება პატარა. პატარას არ შეუძლია იცოდეს, რომ აი მშობლები კამათობენ, რომ აი საქმე არ მედის წინ, ან ისი არ მიდის როგორც საჭიროა, ან ვიღაც თანამშრომელი იმას არ ამართლებს, რაც მათ წარმოუდგენიათ და ეს ემოციები ეკუთვნის მხოლოდ საქმეს და არა ოჯახს და არა მას. მას აუცილებლად დაებადება შინაგანი შფოთვების შიშები და თუ ამ ბავშვს ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მშობლებისაგან გადმოეცა აი ამ საქმის კეთების ესეთი ინტენსიური უნარი, მიყოლა მიზანსწრაფულობა, რაც ჩვენ მოკლედ ვიტყვი, რომ წითელ ფერთან ასოცირდება, მაგრამ აი ბავშვი აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე, იმდენად დიდ საფრთხეს იგრძნობს, რადგან მას არ შეუძლია კოგნიტიურად გაიგოს, რომ აი ეს მე არ მეხება, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ჩემი მშობლები არიან კამათობენ ემოციურად, ან მსჯელობენ ემოციურად. ის თავისი შიშებიდან და თავისი აღქმული საფრთხიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით და ყველა შემთხვევაში ეს არ მოხდება, მაგრამ ბევრ შემთხვევაში მოხდება ისე, რომ ის მოინდომებს თავის საქცილით დააბალანსოს სიტუაცია. ის გახდება იული ბავშვი, ის მოინდომებს, რომ მშობლები კმაყოფილები იყვნენ, აი ასე ვთქვათ, თავის აი ამ თვისებას, რომელიც მას ასევე აქვს, დათრგუნავს, რათა სიტუაცია დამატებით არ გაამწვავოს, რათა სიტუაცია დაჰარმონიროს. იმ მომენტში მშობლებისათვის არის რასაკვირველია დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ თურთულ ფაზაში არიან, თუ ბიზნეს აშენებენ, ან რაღაც ისეთი გამომწვევი პერიოდი აქვთ, ბავშვი თუ არის ისეთი, რომ ხასიათებით იოლია, რასაკვირველია, ყველა მშობელს უხარია ეს. მაგრამ აი ეს ბავშვი ამას ერთხელ გაითავისებს, დიდი ალბათობით ამას შემდგომ გააგრძელებს ცხოვრებაში და შემდგომ რომ გაიზრდება, მოინდომებს, რომ გარშემო ასევე არა მარტო ეხლა მაშინ მშობლები და ახლა უკვე მეგობრები, კოლეგები იყვნენ დაჰარმონირებულები, თავს კარგად გრძნობდნენ და იგრძნობს თავს პასუხისმგებლად მათი განწყობისათვის, მათი კარგად ყოფნისათვის და მისი დრო და ასევე მისი ენერგია მოხმარდება აი ამ მიმართულებით. და ჩვენ ვიცით, რომ როცა ჩვენ გვინდა რაღაცას მივახციოთ ცხოვრებაში, გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეიძლება ყველას არ მოეწონოს. გვჭირდება ასევე იმ ადამიანებთან დაშორება, რომლებიც აი ამ ჩვენს მიზნების განხორციელებას ძალიან ხელს უშლიან. და აი ბავშვი, რომელიც აი ასე ჩამოყალიბდა, შევა შინაგან კონფლიქტში. ერთი მხრივ მისი ერთი შინაგანი ნაწილი იღწვის, რომ მივიდეს იმ მიზნამდე, რომელიც მისთვის სანუკვარია. მაგრამ მეორე ნაწილი, რომელიც სოციალიზირებულია და ახსდით და აი ამ თავისი ისტორიით არის ჰარმონიაზე და სხვების თავის კარგად გრძნობაზე ფოკუსირებული, უჭირს უარის თქმა, ეს ნაწილი შეუშლის ხელს აი ამ მიზნის შესრულებაში. და აი აქ არის განსხვავება, როცა ადამიანი მიისწრაფეს ჰარმონიისაკენ
შეიძლება ადამიანი ბუნებით იყოს გასდილი ძალიან ჰარმონიულ ოჯახში და მას ჰქონდეს ასევე არქეტიპულად მისწრაფება ჰარმონიისადმი. ეს არის სხვა შემთხვევა და მეორე შემთხვევა არის ის, როცა ადამიანი თავის ბავშვობაში მისდა უნებურად, ასე იგი განზრახვის გარეშე, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე აიკიდებს აი ამ ჰარმონიისადმი, აი ამ რას იტყვიან სხვები, როგორ გრძნობენ სხვები თავს, აქ აი ამისადმი მისწრაფების უნარს. და როგორ მოხდება, აი ამ როგორ გავარჩიოთ ეს, როცა ჩვენ შინაგანი წინაღობა გვაქვს ორ ჩვენ მნიშვნელოვან შინაგან ნაწილს შორის, რომელსაც ერთს უნდა მიაღწიოს წარმატებას, ერთს უნდა მიაღწიოს სულიერი ბიზნესი იქნება თუ სულიერი სიმშვიდე იქნება, საკუთარი ზღვრების დაცვა იქნება და მეორე ნაწილს კი უნდა რომ გარშემო ყველა იყოს ჰარმონიაში და კმაყოფილებაში, აი ეს შინაგანი წინაღობა ძალიან სტანჯავს ადამიანს და ამაზე ყველა მიხვდება, ვინც ამ მდგომარეობაშია, როცა მე ამას აღვწერ. აი ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რადგან აი ამ სიტუაციაში ნათელი ხდება თუ როგორ მოხდა ერთი ნაწილის, ასე ვთქვათ, ერთი ფერის დათრგუნვა ბავშვობაში და ის ადამიანი სანამ არ შეძლებს აი ამ ფერის, ამ დათრგუნვიდან, აი ამ წნეხიდან გამოთავისუფლებას თავს კარგად ვერ იგრძნობს. თქვენ ალბათ დაკვირვებულ ხართ ცხოვრებაში, რომ ადამიანი მიდის სადღაც, ადრე მიდიოდნენ რუსეთში, მერე უკრაინაში, მერე საზღვარგარეთ, ამერიკა, სხვადასხვა ქვეყნები და უცებ იქ სულ სხვა უნარებს ამჟღავნებს. სულ სხვა პოტენციალს ამჟღავნებს და ასევე გარკვეულწილად მეტნაკლებად წარმატებასაც აღწევს იქ და უკვირთ ხალხს და ამბობენ, რომ ჩვენ მასე არ ვიცნობდით და ნახე როგორ შეძლო. გონიათ, რომ ეს თვისებები მან იქ სადღაც შორს შეისწავლა. ფაქტიურად კი მოხდა ის, რომ მას რაც ჰქონდა, მისი გათავისუფლება მოხდა, რადგან გარემო სამყარო აი ამ თვისებებს დიდი ალბათობით იქ სადაც არის არ თრგუნავდა და გარდა მაგისა, როცა ადამიანები არიან ძალიან ორიენტირებული საზოგადოებაზე, მათ ეშინიათ პატარა შეცდომების დაშვებაც და რაღაცის შექმნა, ეს ბიზნესია თუ პიროვნული განვითარება, ყოველთვის ამ პროცესს ყოველთვის თანსდევს დიდი თუ პატარა შეცდომები და აი ამის შიშით ბევრი ვერ ბედავს იმ სამყაროში, სადაც გაიზარდა, რადგან შიში აქვს, რომ საზოგადოება მას არ მოუწონებს. და აი უცხო გარემოში უკვე ეს შიში აღარ არსებობს. მას უფლება აქვს თუ სულ პატარა შეცდომების დაშვების, რადგან გარშემო ყოფი სამყარო იცის, რომ მას არ და ალბათ ვერ გაკიცხავს, იმიტომ მას არ იცნობენ და ის ემოციური დამოკიდებულება ამ საზოგადოების მიმართ მას არ აქვს. და ის ხშირად ხდება, რომ ასევე ემიგრანტებიც გვიკვირს ჩვენ, რომ აი როგორ სხვანაირად ავლენს ეს ადამიანი თავს, ნიშნავს, რომ ის თვისება, რაც მას ჰქონდა, წლების და ხშირად 10 წლეულების ტყვეობიდან სულ მცირე ნაწილობრივ გამოთავისუფლდა. ასე რომ გეპატიჟებით, მობრძანდით, ვისაც სურვილი გაქვთ და მოდით ერთად გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს ჩემი პიროვნება 4 ფერში და 4 ცხოველში. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა.